მოგესალმებით, მე ვარ ლევან გაბრიძე, ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების თავმჯდომარე. მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ორგანიზაციის სახელით იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა გუშინ. მოგახსენებათ, გუშინ მთავარი ოპოზიციური მოწინააღმდეგის მმართველი გუნდის გენერალური დივანი ბატონი ვანო მერავიშვილი დააკავეს და ყოფილი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა ჭიაბერაშვილი. ეს მოვლენა იქნებოდა ნაკლებად მნიშვნელოვანი იმ კონტექსტთან გამოვიხილავთ, რა ხდებოდა მთლიან 1 ოქტომბრის მერე, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა ოპოზიციური პარტიის გამარჯვება და ხელისუფლების ჩანაცვლება და იყო ძალიან დიდი მოლოდინი დემოკრატიული პროცესების წინსვლის და დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, სწორედ ამას მინდა გაუსვა დასავლური ღირებულებების და არა ვთქვათ რუსული ან ჩრდილოკორეული მოდელის დემოკრატიის განვითარების, სანაცვლოდ მივიღეთ ყველა დემოკრატიული პროცესის უკუსვლა, რაც გამოიხატა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების მასიურ რევიზიაში, ანუ საკრებულობის შევარდნით, დატერორებით საკრებულოს, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიის ნაციონალურ მოძრაობის და იმ დროს საკრებულოში უმრავლესობის წევრები, დაბარებით ფინანსურ პოლიციაში, რაც ჩვენ თვალწინ ხდებოდა, როდესაც ადამიანი რომელიც ფინანსურ პოლიციაში თუ იბარებდა და გამოდიოდა და იცვლიდა პოლიტიკურ თავის პარტიას, გადადიოდა ან ახალ შექმნილ ფრაქციაში, ან გადადიოდა პირდაპირ ქართულ ოცნებაში, ეს ხდებოდა იგივე პარლამენტში, სადაც მასიურად ხდებოდა დატერორება და თვლადი ხდებოდა იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელიც აკლდა 100-მდე მმართველ გუნდს. ეხლა აღარ ვლაპარაკობ მოქალაქეობრივი დაპირისპირების შემოტანაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაიზარდა აქციაში, როცა დეპუტატების მოხდა მასიურად ცემა და მომხრეების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც გაიგივებული იყო, ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობასთან, ანუ როგორც ოპოზიციურ ძალასთან. და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა დემოკრატიისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის მოხდა რელიგიური ფუნდამენტალიზმის შემოტანა, რაც დაიწყო მოგეხსენებათ იუსტიციის მინისტრმა იმ შეთამაშებით ეგზალტირებულ მასასთან, როცა დაიწყო რაღაც პირადობის მოწმობებში ძებნა სატანური ნიშნების, საბოლოოდ ეს მასა მივიდა იქამდე, რომ 17 მაისის აქციაში რაც მოხდა ნახეთ, ის იყო კატასტროფული სანახაობა, მე თვითონ როგორც მართლმადიდებელი შეწუხებული ვიყო, იმიტომ რომ მე მწამს მართლმადიდებელი მოწამების, მაგრამ ამ წამს წამებლების, საერთოდ გაუგებარია მართლმადიდებელს აწამებს ვიღაცას და ამით ამტკიცებს თავის სული ცხონებას და თავდაცვას აცხადებს, მაგრამ ეს უკვე ალბათ საეკლესიო ტიპიკონის გადასაწყვეტია და სინოდის გადასაწყვეტელია თვითონ იქ რაც ხდებოდა და იმის შეფასება. ამ შემთხვევაში მე დემოკრატიული პროცესის შეფასებას მინდა დაუბრუნდე, რომ ყველა დემოკრატიული ღირებულების შეურაცხყოფა ხდება და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ოპოზიციურ პარტიას და ამჟამად ნაციონალურ მოძრაობა არის ოპოზიციური პარტია. გასაგებია რომ მას ისეთივე მხარდაჭერა არ ექნება, როგორც მას ჰქონდა ვთქვათ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, იმიტომ რომ გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, სწორედ მაგიტო გაიმარჯვა. მაგრამ იმის თქმა რომ რადგან მას არ აქვს 15-20%-იანი მხარდაჭერა, ის ჩვენი კონკურენტი არაა და ამიტომ პოლიტიკურ დევნაზე ნუ ვისაუბრებთ, არის აბსურდი. მე გაგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყველა გამოკითხვაში ქართულ ოცნებას ჰქონდა 15-20%, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათ მოიპოვეს გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ერთი წლის თავზე რა მოხდება და ჩვენ გველოდება ორი ტიპის არჩევნები, საპრეზიდენტო და ადგილობრივი, იმის თქმა რომ თურმე ერთადერთი ოპოზიციური ძალა და თურმე ეჭვი ექნება იმაში, რომ სხვა ოპოზიციური ძალები არსებობს რეალური რეიტინგული გარდა ნაციონალურ მოძრაობისა, მე პირადად მიმაჩნია მათი დევნა პირდაპირ დემოკრატიის განადგურების სტოლფასია, იმიტომ რომ დარჩება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა, ანუ ჩვენ გვექნება ორი ალტერნატივო არჩევნები, საპრეზიდენტო და ადგილობრივი და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლას და ყველა დანარჩენი ეს მომენტი, რომელიც არის, მხოლოდ სახიფათო განვითარებას მოიპოვებს. აი მადლობთ ამის თქმა მინდოდა. მე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ თუ პირადად ჩემ პოზიციაზე მე თავისუფლად მორჩილი ვიყავი ერთი წელი და თითქმის ბერობამდე ძალიან ცოტა მაკლდა, მე ვიცნობ ტიპიკონს, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როდესაც მღდელ მსახური ბილდ სიტყვაობს კი არა, ვინმე მისდევს და საერთოდ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს, ეს მე საეკლესიო ტიპიკონის ცნებიდან ვლაპარაკობ, ახლა როგორც მართლმადიდებლების მე ვიძახი, ძალიან სახიფათოა ფუნდამენტალიზმის შემოტანა, შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ოთხშაბათს და პარასკევს და სამართლულო დღეებში რესტორნებში რო არ გავყიდოთ, თქვათ, ხორცი და ძის პროდუქტი რო არ ვაცდუნოთ, თქვათ, ის ვინც მარხულობთ. საერთოდ აი ამ ტიპის მთავარი ღირებულება მართლმადიდებლობის არის არჩევანი თავისუფლების და მე ამას ვაფასებ და გარწმუნებთ იგივეს აფასებს ეკლესია, ეს იყო ეგზალტირებული მასის რაღაცა, მაგრამ ეს იგივე პოლიტიკური თამაშის ნაწილია. როცა შე სატანისტურ ნიშნებს ეძებს, სადაც არ არის და ამას აცხადებს იუსტიციის მინისტრი, საფრანგეთში განათლება მიღებული ადამიანი, მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენ იუსტიციის მინისტრს ჯერა რომ სატანისტური ნიშნები ან სატანიზმი არის პირადობის მოწყობაში, რომელსაც არის ჩიპი. მაგრამ ეს არის შეთამაშება, რის შედეგადაც ვღებულობთ ჩვენ რა? ვღებულობთ იმას, რომ ვიღაცას გონია და ნებისმიერ რელიგიაში, მათ შორის ისლამში, კათოლიციზმში არის მასა, რომელიც ეგზალტირებულია. მე შემიძლია მაგალითი გითხრათ ერთი, რომ მე ერთხელ მამაოს ქადაგების დროს მოვისმინე, რომ წმინდა ნიკოლოზის დაბადებიდან ოთხშაბათს და პარასკევს დედის ძუძუს არ წობდა და
არახულობთ ახლა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, ვიღაცისთვის დასაჯერებელი. ამიტომ არსებობს მასა, რომელიც სხვადასხვა ტიპის წმენით გამოირჩევა და ამ მასასთან ყველაზე უფრო ფანატიურად განწყობილთან ბურთის გადაგდება რაღაცით, რომ თქვენ აზრს პირველ რიგში ვითვალისწინებთ, იწვევს იმას, რომ ამ მასას ექნება იმის შთაბეჭდილება, მათ შეუძლია გიკარნახონ თამაშის წესები და ეს მიდის შემდეგ რელიგიური ფუნდამენტალურ სახელმწიფოს შექმნამდე. და ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ადამიანებს, რომელიც არის მართლმადიდებელი, კათოლიკე თუ ნებისმიერი სხვა არა აქვს უფლებები, მაგრამ მისი უფლებები თავდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლება. არ შეიძლება შენი რელიგია მოახვე პროზელიტიზმი, რელიგიური არ არის ამოცანა მართლმადიდებლობის და მით უმეტეს გარწმუნებთ, არანაირ მართლმადიდებელს არ ექნება საფრთხე საერთოდ საქართველოში თავისი რწმენა თუ უნდა არც ლოცვის, არც ეკლესიაში შესვლის და მით უმეტეს არც არანაირი სხვა პრობლემა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვიმეორებ, რომ ამის მიბმა ამ საკითხისა ძალიან ბევრმაცა და პოლიტიკურად ესეც აბსოლუტურად მიუღებელია. არაფერ კავშირში არ არის ნაციონალურ მოძრაობა 17 მაისის აქციასთან და იქ ხალხის საერთოდ მიბმა ძალიან სახიფათოა მხედრიონის ტიპის ორგანიზაციების შექმნა დღეს, როდესაც ვიღაცა იღებს სახალხო სამართალს თავის ხელში, რომ მე პირადად თვლი, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაში და აღარ ველოდები სახელმწიფოს, აღარ ველოდები ვიღაცას და მე პირადად უნდა გავსაზღვრო, ვინ არის უსამართლო დასჯილი, ვინ არის სასამართლო დასჯილი. ეხლა პირადად თუ მაინც და მაინც კრიმინალზე გაინტერესებთ, მე სტატისტიკურ ფაქტს მოვიყვან, რომ 40%-მდეა გაზრდილი სიგნალიზაციის დაყენების რაოდენობა თბილისში ბოლო 8 თვის განმავლობაში. 40% პრაქტიკულად ვისაც ფული და საშუალება აქვს, ყველამ სიგნალიზაციის საშუალება დააყენა. რატომ მე მგონი გასაგებია, ხო? როდესაც რა ხდება ქუჩებში საღამოს, რამდენ ადამიანს ნახავთ, რომელიც 5 ლარს და კაი ბიჭობაში 4 ლარს და 10 ლარს ითხოვენ, ამასაც თქვენ შეამჩნევთ. ასე რომ ეს ყველა მოვლენა არის კონტექსტში განსახილველი და ჩვენი გზა თუ დასავლურიგირებულების დემოკრატია, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ოპოზიციის არსებობას და ამ აზრის მოსმენის საშუალება უნდა გქონდეს საზოგადოებას. მისი განადგურებით მხოლოდ მივიღეთ დემოკრატიის უკუსლას. კატასტროფიულად. მე ერთამეს ხო ვიკითხავ მაშინ ვანო მერაბიშვილი თქვენ სადმე ნახეთ რომ იარაღით ხელში დარბის ქუჩაში და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას მე არ მინახია ყოველ შემთხვევაში ადამიანს აკავებენ მაშინ როცა ის საფრთხის შემქმნელია არა გასაგებია სხვა რამეს ვამბობ მე ხა ამ შემთხვევაში გასაგებია აი ავიღოთ მარტივად მოხდა ჩხრეკა სახლის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრის, ხო? არ დადასტურდა ბრალდებები. აღმოჩნდება, რომ ჩხრეკა მოხდა. მე გაგახსენებთ უბრალოდ ამერიკის შემთხვევაში უოტერგეიტის შემთხვევას. არავინ არ დაინტერესებულა რას უსმენდნენ ჩუმად რიჩარდ ნიქსონის მიერ აპარატის უფროსის მიერ დაბარებული ადამიანები, მაგრამ რიჩარდ ნიქსონს გადადგომა მოუწია. ოპოზიციური პარტიის წევრის სახლის ჩხრეკა ჯერ როდესაც მისი ბრალდებაც კი არ არის დადასტურებული, არის ძალიან სახიფათო ტენდენცია. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ დეპუტატის იმუნიტეტზე, დაუწერელი კანონი რომ ნებისმიერი მაღალჩინოსანი შენი რომელიც თან ოპონირებაში შედიხარ შენ მასთან საპრეზიდენტო არჩევნებში თუ ადგილობრივში არის მთავარი კონკურენტი, ამას გაფრთხილება ჭირდება. გასაგებია რომ გამოძიება უნდა ხდებოდეს. მაგრამ როდესაც მასიურად განვიხილავთ, რამდენი 1000 წევრი ნაციონალურ მოძრაობის იქნა ბოლო პერიოდში დაბარებული სხვადასხვა საგაზომოძიებო უწყებაში. ესეთი რამ გინახიათ, თქვენ როგორ გონიათ რომ დასავლეთის დემოკრატიაში რომ უნდოდეს ხელისუფლებაში მოსულ ადამიანს ვერ დაიბარებს? და შეუძლებელია, მაგრამ იმას არ იქ ეძახიან მოჯადოებულ წრეს ამას. არის ეგეთი ტერმინი, როდესაც შენ ხელისუფლებაში მოდიხარ, შენ თუ იქნები დაკავებული წინა ხელისუფლების გამოძიებით განუწყვეტლივ, არავის აღარ მოუნდება ხელისუფლებიდან წასვლა. და დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ ვერაზოს ვეღარ მივიღებთ. საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა მართავდეს ქვეყანას კანონები და დემოკრატიის პრინციპებით. როდესაც ლოდს უნდა დალევა სასმელეს, იმას არ ნიშნავს უნდა მისცეს. საზოგადოების მოთხოვნა რა არის ამ მომენტში აქტუალური არ არის. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას. საზოგადოების ნაწილი შეიძლება დემოკრატიული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიდით საბჭოთა კავშირი, რუსეთის იმპერია, ჩვენ არ ვცხოვრობთ საფრანგეთში. ჩვენ საზოგადოების ნაწილი შეიძლება დემოკრატიულად არაზროვნებდეს. ჩვენ უნდა სწორი მიმართულება მისცეს სწორედ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. სწორედ იმიტომ ვირჩევთ, რომ ის საუკეთესო ნაწილია და ყველაზე კარგად იცის რა ჭირდება საზოგადოებას. თუ იმ ნაწილმა ხელი უბიძგა ყველაზე ცუდი მიმართულებით, ჩვენ ქვეყანას დაღუპვისკენ წავიყვანთ. თორე საზოგადოების დაკვეთა იყო, როცა ადოლფ ჰიტლერი ებრაელებს დევნიდა, სოციალისტებს დევნიდა, ის საზოგადოების დაკვეთა იყო, აბა როგორ გონიათ ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, მაგრამ რა მივიღეთ შედეგად. საზოგადოების დაკვეთა არ ნიშნავს იმას, რაც საზოგადოებას ყველაზე უფრო ჭირდება, შენ საზოგადოება უნდა აშენო პრინციპებიდან გამომდინარე და არა იქიდან რას ითხოვს ეგზალტირებული მასა. შეიძლება, მაგრამ თავარი მეუბნებ, აქ თავარი მომენტი არის პოლიტიკური დევნა არა, დემოკრატიის დევნის მომენტია. აქ არ არის პოლიტიკური დევნა, ნაციონალურ მოძრაობა, იმიტომ არის რომ ერთ-ერთი ნაციონალურ მოძრაობა რო არ იყოს კონკურენტი, სხვა პარტია რო იყოს, იმ პარტიის წევრს დააკავებდნენ. გაწმუნდებ იმ პარტიის წევრს დააკავებდნენ. ამ შემთხვევაში
გასაგები თქვენი კითხვა თუ ჩვენ ავაშენებთ ვიმეორებ რუსული პუტინისტური რუსეთის დემოკრატიას რაც შეუძლებელია საერთოდ ხელისუფლების ცვლა და პარტიები ნადგურდებიან თუ ხელისუფლებაში არიან ამ შემთხვევაში არ იქნება მაგრამ ჩვენ თუ დასავლურ დემოკრატიას ავაშენებთ რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას ექნება შანსი მოვიდეს არჩევნებში მე უბრალოდ გეტყვით იმის მაგალითს რომ ნებისმიერი ხელისუფლება ბეზრდება ამ მომრჩეველს და ნებისმიერი ხელისუფლება აგებს არჩევნებს რეიტინგი არ არის არაფრის მანიშნებელი ეს რეიტინგი არის ცვალებადი მომენტი და ჩვენ თუ ვაშენებთ სახელმწიფოს სადაც ერთხელ მოდის ვიღაც პარტია და ეს სულ უნდა იყოს და ველოდოთ ახალი ოპოზიცია როდის გაჩნდება ჩვენ ვერასდროს ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს ყოველ შემთხვევაში დასავლური დემოკრატიის პირველი ელემენტი ღირებულების არჩევნების წაგებაა და ღირსეულად წასვლა რაც მე დავინახე რაც აქამდე 20 წლის განმავლობაში ვერ დავინახე თუ სხვა ელემენტი იცით თუ თქვენ თვლით რომ დასავლეთში ყველა ვინც პატიმარია უკანონიერად არის დაჭერილი თქვენ დასავლეთში არ ყოფილხარ და შეხება არ ქონიათ მე გარწმუნებ რომ დასავლეთში ძალიან ბევრი უკანონო პატიმრები არიან რომელსაც წლების მერე ან თავისუფლებენ და ხდება იქაც უკანონო პატიმრების დაკავებაც იქაც ხდება გადადგომა მინისტრების და ამაზე სასჯელის მოხდა პოლიტიკური ძალები იქაც აგებენ არჩევნებს მადლობთ